შვეიცარიაში უფასოდ დავრჩით. ძალიან ცუდი საუზმე გვაქვს ეს 3 დღე. ყველაფერი მარკეტში ვეყიდეთ. სამაგერად შვეიცარიაში ვართ, ულამაზესი ადგილებია. საოცარი სოფელი, ეს ჩვენი სოფელიც ულამაზესია. უბრალოდ სახლში არ გაგვემართლა. მაგრამ შვეიცარიაში გამოვა რომ უფასოდ დავრჩით. რომ მოვედით, 3 ოთახია მოკლედ. ერთ ოთახში გერმანელი წყვილი დაგხვდა და ამ ორ ოთახში ორივე იყო დასალაგებელი. როგორც ჩანს, წინასტუმრები იყვნენ, დამლაგებელი არ მოსულა და იყო დასალაგებელი. მოგვიწია რომ მთლიანად გადაგვეყარა. ზეწრები და რაღაცები მოუხსენით, გამოვიტანეთ, გავასუფთავეთ მოკლედ ყველაფერი. მივწერე ჰოსტს, რომ გაიგო ეგეთი რაღაც რომ მოხდა, ძალიან შეწუხდა და მთლიანად ახლა დაგვიბრუნა. მაგარ წვიმაში მოგვიწია გამოსვლა. დღეს მთელი დღე წვიმს. ერთ ადგილას გვინდოდა წასვლა დაკეტილია ამ წვიმის გამო. ყველაფერი დაკეტილია ამ წვიმის გამო. რა უბედურებაა. ესე ინტერლაკენში ჩამოვედით. უმშვენიერესი ქალაქია. რაღაცების ნახوارაც გვინდოდა არ ხერხდება. ველოდებით რომ მატარებელმა გაიაროს რომ გადავაჭრათ ეს გზა. რა ლამაზი მდინარეა. ბუნება საერთოდ ულამაზესია. ესეც მეორე შენაკადი იგივე მდინარეა, ულამაზია. ეს ქალაქი ერთ ჩემი ფავორიტი. მიუხედავად იმისა რომ წვიმს და გავიყინეთ, მაინც ძალიან ლამაზია. პირდაპირ სახლებია დაშენებული, პარკირება აგერ. ქვემოთ გამოდის მდინარე. მდინარეზე პირდაპირ სახლებია დაშენებული და ქვემოთ მდინარე გამოდის. აქედან მხარეს არის ძალიან ლამაზი სახლები. ეს დასახლებული პუნქტი არის საოცრება. ციურიხიდან ვარ საკმაოდ ახლოს და მინდა რომ ჩავიდეთ იქაც და დავათვალიეროთ, იმიტომ რომ ხოლმე შვეიცარიას ვტოვებთ. ერთი თვე გადამულად ვიმოგზაურებდი შვეიცარიაში დაუფიქრებლად. ეხლა მივდივარ ციურიხისკენ და ულამაზესი გარემო არის. გზების სასწაულის ზემოთ თოვლია, დათოვლილი მანქანები ვნახეთ წერან. ჩამოვედით ციურიხში, ახაც წვიმს, მაგრამ იმდენად არა როგორც იქ წვიმდა. აქ არის ულამაზესია ეს ქალაქი, ულამაზესი. ჯერ არაფერი გვინახავს და უკვე მოგვეწონა. ხოლმე გვეკეცება. ნუ მოვედით ციურიხში ვარ, ცენტრში ძალიან ლამაზი ადგილებია. აქ გონი რაღაც ყიდიან, ვის არის გონი, პასჭრიან. რა სიამაზე აღმოჩნდით უცებ. გედები რო დასურავენ შუა მდინარეში. ბურგერ კინგში შემოვედით. რამდენად მაღალი ეკონომიკური მდგომარეობა არის შვეიცარიაში. აი ამ ყველაფერში ვეგეტარიანული ბურგერი, ჩვეულებრივი ბურგერი, პატარა კოლა, 2 соуსი და ეს საჩუქრად მოყვა. ქათვის ვეგეტარიანული ნაგეცები. ამ ყველაფერში გადავიხადეთ 40 ფრანკი, რაც არის 40 ევროზე მეტი. 40 евро რამდენი ლარია? 120 ლარი გადავიხადეთ აი ამ ყველაფერში. რა მაგარი ცხოვრება აქვს, წარმოიდგინეთ, რომ ბურგერ კინგში 120 ლარს იხდიან. ეს соуსი რაღაც სასწაულის გემო აქვს და ძალიან გემრიელია. ლაშა მაიღო შვეიცარიული სტილის ბურგერი, აი ესეთი, რომელიც ძალიან გემრიელად გამოიყურება, მოგწონს? ძალიან. ეს არის ვეგეტარიანული ბურგერი, ვეგეტარიანული ბეკონით. ნაგეცებს საერთოდ არ ეტყობა რომ ვეგანურია. ღამეც ულამაზესია აქაურობა. განსაკუთრებით ეს მატარებლების გადაადგილება. დღეს მაინც დღეს დაიკეტა მთელი სეზონი, სადაც მინდოდა იქ წასვლა. 11 евро გადავიხადე აი ამ